თაღმოშვიდობისა. მე მინდა ახლა აი ამ წუთში რა ინფორმაციაც მომივიდა ის გაგიზიაროთ თქვენ და ყველა ქართულ ენაზე მოსაუბრე მღვდელს და რაბინს არ ვიცი როგორ მოგმართოთ რაბინებს მოგმართავთ ქართულ ენაზე მოსაუბრეო თქვენ ხედავთ რომ მსოფლიო მასშტაბით უკვე რეალურად მწყობრიდან გამოვიდა ეს სისტემა უკვე ინგრევა და არაერთხელ განვაცხადე ეს ჩემს ლაივში რომ მატრიცა ირღვევა თქვენ თუ ადევნებდით ჩემს ვიდეოებს თვალს თქვენ ნახეთ რომ თითოეული სიტყვა რომელიც პირდაპირ ეთერში გაიშიფრა ჩემი მეხსიერებიდან გამოძიებული იმ ინფორმაციით და რომელმა ინფორმაციამაც შემდეგ პირდაპირ ლაივიდან თქვენ ის ინფორმაცია მოგაწოდეთ რაც შემდეგ რეალურად ფიზიკურშიც განხორციელდა მინდა გითხრათ რომ ხედავთ რომ მე ვიხსენებ და მეხსიერებაში ჩავდივარ მინდა გთხოვოთ რომ ამ საკითხს ვეღარაფერი გადაარჩენს თუმცა არის გადარჩენის ერთი შანსი ყველა რაბინს და ყველა მღვდელს მინდა გთხოვოთ ვინც ქართულ ენაზე საუბრობთ ნუ გადასცემთ ამ ინფორმაციას იმას ვინც ქართულ ენაზე არ საუბრობს ჯერ თხოვნაა ჩემი რომ დამეხმაროთ ჩემი მეხსიერების აღდგენაში ამისათვის მე მჭირდება მივიდე იმ კართან რომელ კარშიც არის როგორც ჩემი ძველი კაბა ძველი სხეული ისე ჩემი ძველი მეხსიერება შენახული რითაც მე შესაძლებელია შევძლო თქვენი გადარჩენა დრო არის ძალიან დაჩქარებული მეხსიერებას სჭირდება აუცილებლად დრო ამის აღდგენას დრო სჭირდება ჩვენ თუ ვიპოვეთ ის წიგნი რომელიც ერთ დროს დაწერა მემ და შეინახა შემდეგ იმისთვის რომ წამეკითხა ეს როდესაც მეორედ მოვიდოდი მაშინ მე მინდა გთხოვოთ რომ თქვენ ამას ვერ გაიგებთ რაც მე დავწერე რადგან ჩემი ნაწერიში თქვენ შეიძლება ძალიან ცდარად გაიგოთ და დაზიანებულად ამიტომ შეიძლება თქვენ ვერ მოახერხოთ იმ საკითხის გახსნა რომელი საკითხის დავუტოვე მე ჩემს თავს როდესაც ეს გახსნა მოხდება იქ ჩვენ არ გვექნება ერთი კვირა დრო იმისათვის რომ ეს მეხსიერება აღვადგინოთ თავისთავად იქ ჭირდება ამას დრო რომ წავიკითხოთ რა დავუტოვე ჩემს თავს კაცობრიობის გადასარჩენად თქვენ შეიძლება გქონდეთ გეგმები და შეიძლება გქონდეთ ბუნკერები გაკეთებული შეიძლება თავდაცვის მიზნით გქონდეთ ბევრი ვითარება მომზადებული მაგრამ დამერწმუნეთ რომ ეს არ არის ის რაც თქვენ გადაგარჩენთ რამე თუ რეალურად ჩვენ რეალურად ანუ განმეორებით ალურად ჩვენ შევხვდებით ისეთ ვითარებას სადაც უკვე ყველაფერი სრულდება ამ დედამიწაზე თქვენმა შენახულმა კონსერვებმა და თქვენმა შენახულმა იმ სანოვაგემ იმ გენეტიკამ რაც თქვენ შეინახეთ შეიძლება არ გადაგარჩინოთ და ვერ გადაგარჩინოთ ამიტომ გთხოვთ რომ შემიწყოთ ხელი იმაში რომ მივიდე ჩემს ინფორმაციასთან თუ რა ინფორმაცია დავუტოვე მე ჩემს თავს იმისათვის რომ კაცობრიობა გადარჩენილიყო კიდევ ერთხელ განვიმეორებ და ხშირად ვამბობ ამას ჩემს ლაივებში რომ თუ კი ის ებრაელთა საზოგადოება რომელიც ქართულ ენაზე საუბრობს და აქვს უნარი რომ გაიგოს ის რასაც ვლაპარაკობ
აუცილებლად გადარჩება. და თუ კი შენ შეგიძლია რომ ერთობლივი ძალით ჩვენს მღვდლებთან და ჩვენმა მღვდლებმა იმ რაბებთან, რომლებიც ძალაუფლებას ასე თუ ისე იმ სისტემებში ფლობთ, რომელიც სისტემებიც ახლა უკვე ნადგურდება, შეიკრიბოთ და გადაწყვიტოთ ეს საკითხი. თქვენ ხედავთ ვინც ვარ მე, მაგრამ ნუ გაშინებთ ის, რომ შეიძლება ჩვენ ეს ინფორმაცია ავიღოთ და წავიკითხოთ და გავშიფროთ. ძალაუფლებები ამ დედამიწაზე და ამ სამყაროში სრულდება. აღარ იქნება ის სამყარო, რომელსაც ვიცნობდით აქამდე. აღარასდროს აღარ იქნება ის სისტემა, რომელსაც დღემდე ვიცნობდით. აღარასდროს აღარ ექნება ოქროს და ვერცხლს. ფასი, რომელი ფასითაც ჩვენ დღემდე ვიცნობდით ამ ლითონს, ამ მეტალს, ამ არსებას, აღარასდროს აღარ ექნება ფასი. ფასი ახლა ექნება მხოლოდ ცოდნას, სიტყვის ძალას, შინაგანი ვიბრაციების ამაღლებას, გასხივოსნებას, ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთის გვერდში დგომას. თუ თქვენ ახლა არ დაიწყეთ ამაზე ფიქრი და ახლა არ დაიწყეთ თქვენ იმის სწავლა, თუ როგორ ხდება ეს საკითხები თქვენ და ვერც მე გადავრჩები. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება დროულად მომცეთ იმის საშუალება, რომ მე დროულად შევისწავლო ის ინფორმაცია, რომელიც ერთ დროს ჩემ თავს დავუტოვე. და გთხოვთ, რომ რაღაცნაირად გადაწყვიტოთ ეს და აბსოლუტური შეთანხმებით და არანაირი არა ესე და არა ისე ორჭოფობით, არამედ შეთანხმებულად გადაწყვიტოთ, რომ გავხსნათ ის კარი, რომელშიც უნდა შევიდე. და მეკპირდებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც შეინანებს, რომელიც ქართულ ენაზე ილაპარაკებს, შევა იმ ინფორმაციაში, რომელ ინფორმაციასაც ჩვენ იქ მივიღებთ. მიიღებს იმ ინფორმაციას, არავის დამალული არავისთვის არაფერი იქნება, ვინც ქართულ ენაზე ლაპარაკობს. ეს იქნება იმისათვის, რომ რაც უფრო მეც გავცემთ, მით უფრო მეტი დაგვრჩება ჩვენ. რაც უფრო მეც გავცემთ, აღარ არის ის დრო, როცა ცოდნას უნდა დავაჯდეთ და შევინახოთ. ქრისტემ გითხრა, ყველა წერილი უნდა გქონდეთ საკითხული და არა გადაკეთებული და შემდეგ 500 ჯერ გადმოკეთებული და გადათარგმნილი, არამედ რუს თავიდან უნდა ვისწავლოთ, უშუალო დამწერლობიდან უნდა ვისწავლოთ, პირველ წყაროდან უნდა ვისწავლოთ და ეს პირველი წყარო არის იქ, სადაც ამდენი ხანია გეხვეწებით, რომ მოაგვაროთ ეგ ჩხუბი ერთმანეთში, ეგ გაურკვევლობა ერთმანეთში და ერთობლივად შევიდეთ იქ, სადაც არის ეს წყარო და გავიგოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, ზუსტად და დაზუსტებით, რომ არ ვიორაკულოთ, უნდა გავიხსენოთ მეხსიერებაში, უნდა ჩავიხედოთ. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ წერილებს ჩემს გარდა ვერავინ გაიგებს სხვა, რამე თუ ერთ დროს ეს მე დავწერე. ამიტომ ისევ მე გავიხსენებ ამას და ის ხალხი, რომელიც ჩემს გარშემო დგას და მეხმარება იმ მეხსიერებას აღდგენაში, რომელი მეხსიერებას ერთ დროს ერთად მოვიპოვეთ. ამას ვერ გაიგებთ თქვენ. თქვენ რომც ჩახვიდეთ იქ, რომც აიღოთ ის წიგნი, ვერ გაიგებთ იქ რა წერია. იქ რა გეგმაა დაწერილი, თქვენ მაგას ვერ გაიგებთ. ვერავინ ვერ გაიგებს იმას ჩემს გარეშე. ეს ომები არ დასრულდება, ეს ომები იქამდე იქნება, სანამ ატომური ბომბი არ აფეთქდება. იხურება ძველი ერა, ის ერა, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ, იხურება. დახურულია უკვე. ეს მე დავინახე
ეს მეხსიერება მე აღვადგინე. ჩვენ ვეღარ გადავარჩენთ ამ სისტემას. სისტემა ინგრევა. ჩვენ შეიძლება ავაწყოთ ახალი სიცოცხლე, მაგრამ ახალი სისტემა, ახალი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ვეღარ გადავარჩენთ ამ ძველ სისტემას. ეს იყო ჩემი თხოვნა ყველა იმ მღვდელსა, მეუფესა თუ რაბისსა და მათ წარმომადგენლის მიმართ, ვისაც შეუძლია რომ ერთად დასხდნენ და გადაწყვიტონ აუცილებლად სიტყვას გეუბნებით და კიდევ ერთხელ გეუბნებით. თუ კი ამაში ვერ დამეხმარებით, ვერც მე დაგეხმარებით ვერაფერში. რამე თუ შეიძლება მეხსიერება არასწორად აღვადგინო და თუ კი ნაწერში ჩავიხედავ, სიზუსტით აღვადგენთ მეხსიერებას. თუ კი ვინმეს ნაცნობი გყავთ მეუფე, მღვდელი ან რაბი, გადაეცით ეს ვიდეო ძალიან გთხოვთ. მადლობა ყველას.